კურთხეულო სულო, შეჩერდი ყველაფერში, რაც ახლა აკეთებ და ყურადღებით მომისმინე. ანგელოზები დღეს მოუსვენარნი არიან და მე მივიღე ზეციური მითითება, რომ ეს სასწრაფო შეტყობინება შენამდე მომეტანა. არ არის შემთხვევითობა, რომ ზუსტად ამ მომენტში ეს ვიდეო იპოვე. ციური მცველები სიჩუმეში აკვირდებოდნენ შენს გზას, შენს ბრძოლებს, შენს ცრემლებს, რომლებიც არავის უნახავს და ახლა მათ სურთ, რომ იცოდე. ღვთიური პორტალი იხსნება. ეს ჩვეულებრივი შეტყობინება არ არის. ეს იშვიათი ზეციური კომუნიკაციაა, რომელიც მხოლოდ გარდამტეხი მომენტებისას ჩნდება. ანგელოზებმა მკაფიოდ მაჩვენეს, რომ ამ არხთან დაკავშირებული მრავალი სული ღრმა ცვლილების ზღვარზეა, მაგრამ ჭირდებათ ბოლო ბიძგი, ნიშანი, რომ რწმენის ნახტომი გააკეთონ. გძნობ იმ შინაგან მოუსვენრობას, იმ შეგრძნებას თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, განმეორებადი სიზმრები, განმეორებადი ნიშნები, რიცხვები, რომლებიც თანმიმდევრობით ჩნდება. ნუ უგულებელყოფა ნიშნებს. ისინი წმინდა კოდებია, რომლებიც პირდაპირ გეგზავნება, რათა მომავალი მოვლენებისთვის შეგამზადოს. მთავარ ანგელოზმა მიქაელმა მაჩვენა, რომ თქვენგან ბევრს ატარებს ტვირთებს, რომლებიც მას არ ეკუთვნის, ემოციურ სიმძიმეებს, რომლებიც სიცოცხლის ენერგიას გამოგაცლით და თქვენი კურთხებების ნაკადს ბლოკავს. დღეს ამ წმინდა მომენტში ანგელოზები განლაგებულნი არიან შენს გარშემო. მზად არიან გაწყვიტონ ის ენერგეტიკული ბმულები, რომლებიც წარსულთან გაკავებს. აკაშის ჩანაწერები ავლენს, რომ ამ სასწაულს დიდი ხანია ელოდები. იქნებ უკვე დაიწყე ეჭვი, მოვა თუ არა იგი საერთოდ. ანგელოზები გეუბლებიან, შენი ლოდინი ამაოდ არ ყოფილა, სამყარომ არ დაგვიწყო. პირიქით, იგი მხოლოდ ამზადებდა სრულყოფილ სცენას იმისათვის, რომ შენი კურთხევა ყველაზე ძლიერად გამოვლინდეს. ვგრძნობ ანგელოზური არსებობის ენერგიას, რომელიც ამ არხზე ძლიერდება. ისინი მოუთმენლად ელიან, რომ განსაკუთრებული გზავნილი გადასცენ მათ, ვინც ნამდვილად სწამს რწმენისა და ღვთიური ჩარევის ძალის. თუ გრძნობ, რომ ეს გზავნილი შენთვისაა, უყურე ბოლომდე, რადგან ყოველი სიტყვა ფრთხილად არის შერჩეული ზეციური მაცნეების მიერ, შენი სულის სიღრმეში რაღაცის გასაღვიძებლად. სანამ ამ გამორჩეულ ანგელოზურ გამოცხადებას გავაგრძელებთ, გახსენი შენი გული. ანგელოზებს შეუძლიათ დაინახონ გარეგნულზე მეტი. ისინი ხედავენ შენს ნამდვილ არსს და სწორედ ამ არსს ესაუბრებიან დღეს. დააჭირე ახლა მოწონების ღილაკს, რათა ეს გზავნილი მიაღწიოს სხვა სულებამდე, რომლებსაც ასევე ჭირდებათ მისი მოსმენა. გამოიწერე არხი, რათა განაგრძო ზეციური კომუნიკაციების მიღება და კომენტარებში დაწერე: მე მზად ვარ ჩემი სასწაულის მისაღებად. ეს განცხადება გახსნის შენს ენერგეტიკულ ველს იმ კურთხევების მისაღებად, რომლებიც უკვე გზაშია შენსკენ. მოდი, დავიწყოთ ეს ანგელოზური მოგზაურობა ერთად. ძვირფასო განათებულო სულო, ანგელოზები სურთ, რომ გააცნობიერო ის კოსმოსური მომენტი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ეს უბრალოდ კიდევ ერთი დღე არ არის, ეს იშვიათი ციური გასწორებაა, რომელიც აჩქარებული გამოვლინების პორტალებს ხსნის. სულიერი მცველები მაჩვენებენ ოქროსფერ კარებს, რომლებიც ეთერულ სამყაროში იღება და ამ კარებზე შენი სახელი ნათელით არის ამოტიფრული. მთავარანგელოზი გაბრიელი, ზეციური მაცნე, აცხადებს, რომ თქვენგან ბევრმა ინტენსიური განწმენდის პერიოდი გაიარა. ეჭვების მომენტები, უძილო ღამეები, ღრმა კითხვები თქვენი გზისა და დანიშნულების შესახებ. ეს შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო აუცილებელი მზადება, რათა გასუფთავებულიყო შენი ენერგეტიკული ველი და ახალი კეთილდღეობის სიხშირეებს საბოლოოდ შეძლებოდათ შენს რეალობაში დამკვიდრება. ანგელოზები მკაფიოდ მაჩვენებენ, რომ შენ მნიშვნელოვან კარმულ ციკლს ასრულებ. იმ გაკვეთილებს, რომლებიც უსასრულოდ მეორდებოდა, იმ ნიმუშებს, რომელთა გატეხვასაც უშედეგოდ ცდილობდი, იმ ურთიერთობებს, რომლებიც ენერგიას გამოგაცლიდნენ, ახლა დივაინა დასრულების წერტილს აღწევს ყველაფერი. შენ გადაიხადე შენი სულიერი ვალი, ისწავლე საჭირო გაკვეთილები. ახლა სამყარო მზად არის, რომ დაგაჯილდოვოს. ვგრძნობ ძლიერ ანგელოზურ არსებობას, რომელიც მეუბნება, რომ თქვენგან ბევრს უგრძნია ლოდინის მდგომარეობა, თითქოს კოსმოსურ მოსაცდელში იმყოფებოდე. ანგელოზები გეუბნებიან, ლოდინი დასრულდა, პორტალი ახლა ღიაა და შენ მოწვეული ხარ, რომ რწმენითა და სიმტკიცით გადახვიდე მასში. შეტყობინება, რომელიც ვიღებ, ნათელია. უთხარი მათ, რომ სასწაული, რომელსაც ელიან, მხოლოდ გზაში კი არ არის, ის უკვე აქაა, უბრალოდ მათი აღიარების ელოდება, რათა სრულად გამოიხატოს.
გრძნობ იმ მოუსვენრობის განცდას, იმ ინტუიციას, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მზადაა შეიცვალოს. ეს შენი წარმოსახვა არ არის, ეს ანგელოზებია, რომლებიც ამზადებენ შენს ენერგეტიკულ ველს იმ სიუხვის მისაღებად, რომელიც შენთვის იყო განზრახული ჯერ კიდევ შენს დაბადებამდე. ციური მცველები ამოძრავებენ კოსმოსურ წყლებს შენს გარშემო. ისინი აწყობენ ადამიანებს, გარემოებებსა და შესაძლებლობებს ისე, რომ შეიქმნას სრულყოფილი გზა შენი სასწაულის მოსვლისთვის. ზოგიერთმა კარმამ უნდა დაიხუროს, რათა სხვა, ბევრად დიდმა კარებმა შეძლონ გაიხსნან. წარმოიდგინე ახლა ჩემთან ერთად. წარმოიდგინე ოქროსფერი ნათება, რომელიც ზეციდან ჩამოდის და შენს მთელ არსებას ეხება. ეს ნათება ხსნის დაბრკოლებებს, აშორებს უხილავ ბლოკებს და ამზადებს ნიადაგს იმისათვის, რომ შენი კურთხევა სრულად და სრულყოფილად გამოვლინდეს. ანგელოზები დაუსვენებლად შრომობენ შენი რეალობის კულისებში. გაიმეორე ჩუმად ჩემთან ერთად. მე მზად ვარ ჩემი ღვთიური გარდასაქმნელად. ვრთავ ანგელოზებს, რომ მათ ხელახლა მოაწყონ ჩემი რეალობა, ჩემი უმაღლესი სიკეთისთვის. ანგელოზები მაჩვენებენ, რომ თქვენგან ბევრს ზედმეტად ცდილობს პროცესის კონტროლს. ცდილობთ განსაზღვროთ, როგორ და როდის უნდა მოვიდეს თქვენი სასწაული. ისინი გთხოვენ, ახლა გაუშვა მართვის სადავეები. მიენდე ღვთიურ სიბრძნეს, რომელიც უსასრულოდ აღემატება ჩვენს შეზღუდულ გაგებას. მიეცი მას უფლება, მოიტანოს შენი სასწაული ყველაზე სრულყოფილი გზით. ვხედავ ნათების ბილიკებს, რომლებიც იხსნება მათთვის, ვისაც ნამდვილად სწამს. სამყაროთა შორის ფარდა ახლა მეტად გამჭვირვალეა, რაც საშუალებას აძლევს ციურ კურთხევებს უფრო თავისუფლად იდინონ მათკენ, ვისი გულებიც ნამდვილად ღიაა მისაღებად. კურთხეულო სულო, ახლა ანგელოზები მაჩვენებენ რაღაც თრული გამორჩეულს შენს გზაზე. ისინი მირჩევენ, რომ შენი მრავალი ლოცვა, დიახ, ის ლოცვებიც, რომლებიც მარტოსულ ღამეებში ჩუმად ჩურჩულე, ისიც, რომელიც ცრემლებს შორის წარმოთქვი, როცა გეგონა რომ არავინ გისმენდა, ჩაიწერა ზეციურ წიგნში. და დღეს, ამ ზუსტად განსაზღვრულ მომენტში, ზეციურ სამეფოში დაიდო ღვთიური დადგენილება. თავარანგელოზი რაფაელი ახლა ახლოვდება, მოაქვს განკურნების ენერგია იმ ჭრილობებისათვის, რომლებიც დიდი ხანია გულში გქონდა ტარებული. ის მაჩვენებს, რომ თქვენგან ბევრს სულიერი მიტოვების გრძნობა აწუხებდა. თითქოს თქვენი ლოცვები ზეცის სიჩუმეში დაიკარგა, მაგრამ ეს სიმართლეს ძალიან შორს არის. ყოველი ცრემლი დათვლილია, ყოველი ამოსუნთქვა გაგონილია, ყოველი თხოვნა აღიარებულია. უბრალოდ ღვთიური დრო სხვა განზომილებაში მოქმედებს. ანგელოზები მთხოვენ, ეს სიმართლე მთელი სიცხადით გადმოგცე. სასწაული, რომელსაც ელოდები, არ არის დაგვიანებული. ის ფრთხილად და სრულყოფილად მზადდება, რათა ზუსტად იმ დროს მოვიდეს, როცა კოსმოსური პაზლის ყველა ნაწილი იდეალურად იქნება დალაგებული შენი უმაღლესი სიკეთისთვის. ეს ლოდინის შესახებ კი არაა, ეს არის სრულყოფილი კურთხევის შესახებ, არა ნაჩკარევი საჩუქლის. ვგრძნობ ძლიერ ენერგიას ამ არხში, ტრანსმუტაციის ენერგიას. ციური მცველები აქტიურად მუშაობენ იმთვის, რომ ძველი ენერგიები, ერჭვი, შიში და შფოთვა გარდაქმნან ნდობად, სიმშვიდედ და დარწმუნებად. ისინი მაჩვენებენ სურათებს თესლების შესახებ, რომლებიც დიდი ხნის წინ დაითესა შენს ენერგეტიკულ ველში, სიუხვის, სიყვარულის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თესლები და ახლა ისინი მზად არიან ამოსაფურჩქნად. ისუნთქე ღრმად ჩემთან ერთად. ჩასუნთქვისას წარმოიდგინე ოქროსფერი ნათება, რომელიც შენში შემოდის და ავსებს თითოეულ უჯრედს ღვთიური ნდობით. ამოსუნთქვისას გაუშვი ყველა ეჭვი, ყველა შიში, ყველა ურწმუნოება, რომელმაც შეიძლება დაბლოკა შენი სასწაული. ანგელოზები აქ არიან, ახლა და გეხმარებიან ამ განწმენდის პროცესში. ისინი მაჩვენებენ, რომ თქვენგან ბევრმა ისევ უკანი ხედება, არაღასრულებულ დაპირებებზე, ჩაქრა ლოცნებებზე. ანგელოზები გთხოვენ, ახლა შეცვალო მზერა, არც წარსულისკენ, არც მომავალისკენ, არამედ წმინდა აწმყოსკენ, ამ ძლიერ მომენტისკენ, სადაც ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ერთი უბრალო რწმენის აქტით. ახლა დროა ხმამაღლა გამოაცხადო, გაიმიორე ჩემთან ერთად სრული რწმენით. მე ვაცხადებ, რომ მზად ვარ მივიღო ჩემი ღვთიური სასწაული. ვხსნი ჩემს გულს, გონებას და სულს იმ ზეციური კურთხევების მისაღებად, რომლებიც ახლა ჩემსკენ მოედინება. მჯერა ღვთიური გეგმის და ვიცი, რომ ჩემი კეთილდღეობის დრო დადგა.
იგრძენი ამ განცხადების ძალა, როგორ გაისმის ის მთელ სამყაროში. ანგელოზები ტაშს უკრავენ შენს სიმამაცეს, შენს განახლებულ რწმენას. ისინი მაჩვენებენ ნათების პორტალებს, რომლებიც შენს გარშემო იღება, როცა ამ ძალის სიტყვებს წარმოთქვამ. არსებობს ერთი უნივერსალური კანონი, რომელსაც ცოტანი თუ ესმით. სასწაული ჯერ შენს გულში უნდა იშვას, სანამ რეალობაში გამოვლინდება. შენ უნდა დაინახო იგი რწმენის თვალებით, სანამ მას ფიზიკური თვალით იხილავ. ანგელოზები გთხოვენ, გააღვივო ეს შინაგანი ხილვა უტყუარი დროებით. თუ შენ თავს მოშორებულად გრძნობ სიუხვის ნაკადისგან, ანგელოზები განმარტავენ, რომ ეს განცდა არ ნიშნავს თითქოს ზეციური წყარო დაშრა. უბრალოდ, შენს მიღების არხებში არსებობს ბლოკები. ახლა ისინი სწორედ ამ არხებს წმენდნენ, რათა კეთილდღეობა თავისუფლად შემოიდინოს შენს ცხოვრებაში. და ბოლოს, მაქვს განსაკუთრებული გზავნილი ზოგიერთი თქვენგანისთვის. შენ ეჭვი გქონდა საკუთარ ღირებულებაზე, იმაზე, იმსახურებ თუ არა იმ კურთხევებს, რომლებსაც შენს გულში ასე გულწრფელად ნატრობ. ანგელოზები გეუბნებიან, შენი ღირსება არ არის დამოკიდებული სრულყოფილებაზე. იგი დგას იმ სრულყოფილ სიყვარულზე, რომლითაც ღმერთი გიყვარს. შენ ხარ ღირსი უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობ, იმიტომ რომ ხარ ღვთიური ცნობიერების უნიკალური გამოხატულება. მთავარ ანგელოზი შამუელი ახლოვდება ახლა, მოაქვს უპირობო სიყვარული, რომელიც შლის ყოველ ეჭვს. ის მაჩვენებს, რომ თქვენგან მრავალი ადამიანისთვის ნამდვილი სასწაული არ იქნება მხოლოდ ის მატერიალური გამოვლენება, რომელსაც ელით, არამედ ის შინაგანი გარდასახმნელობა, რომელიც მოხდება მაშინ, როცა საბოლოოდ მიიღებთ იმას, რომ თქვენ ღრმად და უსაზღვროდ გიყვართ სამყაროს. ანგელოზები მამხილებენ, რომ ზოგი თქვენგანი უახლოეს დღეებში საკუთარ რეალობაში იხილავს ფიზიკურ ნიშნებს, სინქრონულობებს, განმეორებად რიცხვებს, თითქოს შემთხვევით შეხვედრებს, მოულოდნელ შესაძლებლობებს. ნუ უგუბელეყოფთ ამ ნიშნებს. ისინი იმ სიხშირესთან თქვენი შესაბამისობის დადასტურებაა, რომელზეც თქვენი სასწაული ვიბრირებს. წარმოიდგინე ახლა შენი სასწაული ისე, თითქოს ის უკვე მოხდა. იგრძენი მადლიერება, როგორ ავსებს შენს გულს. ანგელოზები ამტკიცებენ, რომ წინასწარი მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალაა აჩქარებული გამოვლინებისთვის. მადლობა გადაუხადე ახლა, თითქოს უკვე მიიღე ის და შენ შეამჩნევ, როგორ იცვლება შენი ვიბრაცია მთლიანად. გაიმეორე ჩემთან ერთად, ბოლო ჯერზე, მთელი შენი სულის ძალით. მჯერა ღვთიური გეგმის ჩემი ცხოვრებისათვის. სიუხვის პორტალი ჩემთვის ღიაა. ჩემი სასწაული უკვე გათავისუფლებულია ზეციურ სამეფოში და ახლა ვლინდება ჩემს ფიზიკურ რეალობაში. მე მადლობას ვწირავ, ასეა და ასე დარჩება. ანგელოზები ზეიმობენ შენს განახლებულ წმენას. ისინი მაჩვენებენ, რომ ბევრ თქვენგანს უახლოეს დღეებში დაუფლდება უხსნელი სიმშვიდე. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ შენი სასწაული უკვე გზაშია, სწრაფად მიემართება შენსკენ იმ პორტალის გავლით, რომელიც დღეს გაიხსნა. ძვირფასო განათებულო სულო, ამ წმინდა მომენტში ანგელოზები მაცნობენ იმ ფუნდამენტურ როლს, რომელსაც შენი ქმედებები ასრულებს შენი სასწაულის გამოვლინების პროცესში. ისინი გთხოვენ გაიგო ერთი ჭეშმარიტება. რწმენა მოქმედების გარეშე გავს თესლს, რომელიც არასდროს დარგულა. სიუხვის პორტალი უკვე ღიაა, მაგრამ შენ უნდა გადადგა მასში კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ზეციური სიბრძნით არის ნავიგირებული. მთავარანგელოზი მეტატრონი ახლა ჩნდება, მოაქვს ღვთიური მოქმედების ენერგია. ის მაჩვენებს, რომ თქვენგან ბევრი პასიურად ელოდება სასწაულს, თითქოს ის პირდაპირ ციდან ჩამოვა. ვერაცნობიერებთ, რომ თქვენ ხართ ამ წმინდა პროცესის თანაშრემი. ანგელოზებს არ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც თავად უნდა გააკეთო. ისინი კარს გიხსნიან, მაგრამ მის გავლა შენ გმართებს. გრძნობ ძლიერ ვიბრაციას, გადამწყვეტობის ენერგიას, რომელიც იგზავნება ყველასკენ, ვინც ამ გზავნილს უსმენს. ციური მცველები ავსებენ შენს ენერგეტიკულ ველს გამბედაობით, რომ გადადგა შემდეგი ნაბიჯები, მაშინაც კი, როცა გზა ჯერ არ არის სრულად განათებული. ზოგჯერ რწმენა ნიშნავს ნაბიჯის გადადგმას სიბნელეში, დობით, რომ საჭირო დროს შუქი გამოჩნდება. ანგელოზები მაჩვენებენ, რომ თქვენგან ბევრს პარალიზებული ყავს სრულყოფილებაზე დაკვირვება, ელით იდეალურ მომენტს ან იდეალურ გეგმას მოქმედების დაწყებამდე. ისინი ჩუმად ჩაგიჩურჩულებენ ერთ ღრმა ჭეშმარიტებას. სრულყოფილება არ არსებობს ადამიანურ გეგმაში, არსებობს მხოლოდ პროგრესი.
უმჯობესია გადადგა არასრულყოფილი ნაბიჯის სწორი მიმართულებით, ვიდრე დარჩე სრულყოფილად უძრავად. წარმოიდგინე ახლა, რომ ყოველი მცირე ქმედება, რომელსაც კეთილი განზრახვით ახორციელებ, ანგელოზების მიერ მრავალჯერადდება. ერთი უბრალო ზარი, გაკეთებული მიზნიანად, შეიძლება გახდეს ზეციური მოვლენების ჯაჭვის დასაწყისი. ერთი გულწრფელი საუბარი შეიძლება გახსნას კარი, რომელიც წლებია დახურული იყო. ერთი შეწყალების ჟესტი შეიძლება დაშალოს ენერგეტიკული ბლოკები, რომლებიც შენი სასწაულის გამოვლენას აფერხებდნენ. თავარანგელოზი ურიელი, ღვთიური სინათლის მატარებელი, მიცხადებს, რომ თქვენგან ბევრმა მიიღო ინტუიციური მინიშნებები და ნაზი მითითებები, მაგრამ უგულებელყო ისინი. იქნებ გიგზნია სურვილი, დარეკო ვინმესთან, ეწვიო კონკრეტულ ადგილს, ან ისწავლო ახალი უნარი. ეს შემთხვევითი აზრები არ არის, ისინი ზუსტად შენს ცნობიერებაში დარგული ღვთიური მიმართულებებია. ანგელოზები მკაფიოდ მაჩვენებენ. მომდევნო 21 დღე გადამწყვეტია შენი სასწაულის გამოვლენისთვის. ამ პერიოდში ფარდა სამყაროთა შორის იქნება უჩვეულოდ გამჭვირვალე, რაც საშუალებას მისცემს შენსა და შენ სულიერ მეგზურებს შორის გაცილებით პირდაპირი კავშირი დამყარდეს. მიაქციე განსაკუთრებული ყურადღება ნიშნებს, ოცნებებსა და მნიშვნელოვნად შემხვეთ სინქრონულობებს. ეს არის ანგელოზთა ენა, რომლის მეშვეობითაც ისინი გესაუბრებიან. არსებობს ძლიერი ანგელოზური პრაქტიკა, რომლის გაზიარებაც ახლა მსურს. ყოველ დილით, მომდევნო 21 დღის განმავლობაში, სანამ საწოლიდან წამოდგები, მიიდე ხელი გულზე და ხმამაღლა იკითხე. ძვირფასო ანგელოზებო, რომელი შთაგონებული ქმედება უნდა განვახორციელო დღეს ჩემი სასწაულის გამოსავლენად. შემდეგ დარჩი ჩუმად რამდენიმე წამით და მიიღე გზამკვლევი. პირველი აზრი, რომელიც თავში მოგივა, სწორედ ანგელოზური მითითებაა. ციური მცველები მაცნობენ, რომ თქვენგან ბევრისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება არა გარემოებაა, არამედ შინაგანი კრიტიკისა და განკითხვას ხმა. ის ხმა, რომელიც ჩუმად ჩაქჩურჩულებს, რომ არ ხარ ღირსი, რომ უკვე გვიანია, რომ შენი ოცნებები მეტისმეტად დიდია. ანგელოზები გთხოვენ, ამ ხმას არ მიაწერო შენი ჭეშმარიტება. ის მხოლოდ შეზღუდული პროგრამაა, რომლის გადაწერა შეგიძლია. დღეიდან, როცა ეს კრიტიკული ხმა კვლავ გამოჩნდება, ანგელოზები გირჩევენ წმინდა პრაქტიკას. მიიდე მარჯვენა ხელი გულზე და დრადად გამოაცხადე. მე ვირჩევ, მოусმინო მხოლოდ ღვთიური სიყვარულის ხმას. მე ვარ ღირსი ჩემი სასწაულის. მე მზად ვარ მივიღო უსაზღრო სიუხვე. გრძნობ სამკურნალო ენერგიას, რომელიც მიედინება ყველასკენ, ვინც ამ გზავნილს იღებს. ანგელოზები აქტიურად მუშაობენ, რათა აღადგინონ კავშირი შენს ცნობიერ და ზემდგომ მეს შორის, იქ, სადაც ღვთიური სიბრძნე სახლობს. ეს ხელახლა დაკავშირება გადამწყვეტია, რათა შეძლო ყველაზე მაღალ განზომილებიანი ხელმძღვანელობის მიღება იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მიგიყვანს შენს სასწაულამდე. ანგელოზები მიცხადებენ ერთ ძლიერ საიდუმლოს. მადლიერება იმაზე, რაც უკვე არსებობს შენს ცხოვრებაში, არის ნოყიერი ნიადაგი, სადაც ახალი სასწაულები ყვავის. ისინი გირჩევენ, დაიწყოს ანგელოზური მადლიერების დღიური, სადაც ყოველ დღე ჩაიწერ არა მხოლოდ აშკარა კურთხევებს, არამედ ფარულ კურთხევებსაც, იმ გაკვეთილებს, სირთულეებს და დანაკარგებს, რომლებმაც შემდგომში გზა გაგიხსნეს უკეთესისთვის. მივიღე მკაფიო შეტყობინება ზოგიერთი თქვენგანისთვის. შინაგანად გიგრძნიათ მოწოდება ემსახუროთ, გამოიყენოთ თქვენი ნიჭი ახალ გზაზე, მაგრამ შეგიფერხებიათ შიშის ან ეჭვის გამო. ანგელოზები ამტკიცებენ, რომ ეს მოწოდება არ არის შემთხვევითი, ეს შენი სასწაულისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია. ხშირად ის კურთხევა, რომელსაც ვეძებთ, მოდის მაშინ, როცა სხვების სამსახურში ვდგებით. ვგრძნობ განწმენდის ენერგიას, რომელიც გარს გვიცავს ყველას. ანგელოზები გეხმარებიან ძველი თვითსასჯელისა და თვითდაზიანების ნიმუშების გაწმენდაში, რომლებმაც წარსულში ხელი შეგიშალეს სასწაულების მიღებაში. ჩაისუნთქე ღრმად და ნებადართე ამ ზეციურ წმენდას მოხდეს. წარმოიდგინე, როგორ გარდაიქმნება ეს შეზღუდული ენერგიები სინათლეთ და როგორ თავისუფლდება სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის. ანგელოზები მაჩვენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია შენს გარემოში ჰარმონიის შენარჩუნება. ისინი განმარტავენ, რომ გარე ენერგია ასახავს და ასევე ზემოქმედებს შინაგანზე. ერთი უბრალო ქმედება, ადგირის დალაგება, უსარგებლოს დათმობა, სამუშაო მაგიდის მოწესრიგება, ქმნის ენერგეტიკულ სივრცეს, სადაც ახალი კურთხევები შემოდიან შენს ცხოვრებაში.
ძვირფასო სულო, იყავი ნაზი საკუთარ თავთან ამ გამოვლენის გზაზე. ანგელოზები ხედავენ, როგორ ბევრნი ხართ ზედმეტად მკაცრი საკუთარი თავის მიმართ, თითქოს სრულყოფილება დაუყოვნებლივად უნდა მიიღოთ. ისინი გთხოვენ, გაიხსენო, ყველაზე დიდი სასწაულებიც ერთი ნაბიჯით იწყება. იზიეიმე ყოველი პატარა გამარჯვება, პატივი მიაგე ყოველი გადალახული დაბრკოლებას და აღიარე შენი საკუთარი სულიერი ზრდა. ანგელოზები ჩუმად ჩაქჩურჩულებინ ერთ ღრმა ჭეშმარიტებას. შენი სასწაული არ არის მხოლოდ რაღაც გარე მიღებაზე, არამედ შენს შინაგან გარდაქმნაზე, იმ ადამიანად ქცევაზე, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს და გაამრავლოს ეს კურთხება. ნამდვილი სასწაული არის შინაგანი გარდაქმნა, რომელიც ხდება მაშინ, როცა მიემართები შენი ღვთიური დანიშნულებისკენ. ძვირფასო ნათელო სულო, ამ ზეციური გზავნილის ბოლოს მივდივართ, მაგრამ იცოდე, ეს არ არის დამშვიდობება, ეს მხოლოდ ახალი ფაზის დასაწყისია შენი სულიერი მოგზაურობის გზაზე. ანგელოზები შენს გვერდით დარჩებიან, გაუძღვებიან ყოველი ნაბიჯისას, ჩუმად ჩაქჩურჩულებენ მიმართულებებს და გაგიხსნიან გზებს, რომელთა არსებობაც აქამდე არც კი გიფიქრია. დღეს გახსნილი სიუხვის პორტალი კვლავ ხელმისაწვდომი დარჩება მათთვის, ვინც გულს გახსნილად ინახავს და განზრახვებს უმაღლეს სიკეთესთან აძლიერებს. ის სასწაულები, რომლებსაც ელოდი, მხოლოდ გზაში არ არიან, ისინი უკვე გაათავისუფლეს სულიერ გეგმარებაში და ახლა სწრაფად მიემართებიან შენი ფიზიკური რეალობისკენ. დაიმახსოვრე ყოველთვის, შენ არ ხარ გარემოებების მსხვერპლი, არამედ ძლიერი თანამშენებლობელი საკუთარი გამოცდილების. ანგელოზებს შეუძლიათ მთებიც კი ამოძრაონ შენს დასახმარებლად, მაგრამ ისინი პატივს სცემენ შენს თავისუფალ ნებას. როცა ცნობიერად ირჩევ რწმენის, მადლიერებისა და შთაგონებული ქმედების გზას, შენ ააქტიურებ ზეციურ ძალას, რომელიც ყველაფერს შესაძლებელს ხდის. როდესაც ეჭვი შეეცდება შეაღწიოს შენს გულში და ის შეეცდება, დაბრუნდი ამ გზავნილთან, მოусმინე მას ისევ. ნება დართე ამ სიტყვებში ჩადებულ ანგელოზურ სიხშირეებს, დაალაგონ შენი ენერგია და აღადგინონ ნდობა ღვთიურ პროცესში. შენი ზეციური მცველები არასოდეს მიგატოვებენ. ანგელოზები მაჩვენებენ, რომ ბევრ თქვენგანს, ვინც ამ გზავნილს იღებს, უახლოეს დღეებში ექნება ხელშესახები ნიშნები, უცნაური სინხრონულობები, წინასწარმეტყველური სიზმრები, მოულოდნელი შესაძლებლობები. არ ჩათვალო ეს უბრალო დამთხვევებად, აღიარე ისინი, როგორც ზეციური დადასტურება იმისა, რომ სწორ გზაზე ხარ. სანამ ერთმანეთს დავემშვიდობებით, ანგელოზები გთხოვენ გააკეთო ერთი რამ. მიიდე ხელი გულზე და ხმამაღლა მთელი სულის რწმენით გამოაცხადე. მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ ჩემს ზეციურ კურთხევებს. ჩემი სასწაული უკვე გამოვლინდა. მადლობას წირავ ყველაფრისთვის, რაც უკვე მივიღე და ყველაფრისთვის, რაც ახლა მოდის ჩემამდე. ეს დეკლარაცია ზეცის კორიდორებში იმეორებს, ენერგიულად ბეჭდავს ყველაფერს, რაც ამ წმინდა გზავნილის განმავლობაში გააქტიურდა. გააკეთე ეს ყოველდღიურად, დილით გაღვიძებისას და ძილის წინ, რათა შენს ცხოვრებაში მანიფესტაციის არხი მუდამ ღია დარჩეს. დათერე კომენტარებში, მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ ჩემს კურთხევებს. არა მხოლოდ შენი განზრახვის გასაძლიერებლად, არამედ იმისთვის, რომ შთააგონოს სხვები, ვისაც შესაძლოა ახლა ჭირდება იმედი. გაუზიარე ეს გზავნილი იმ ადამიანს, ვინც სასწაულს ელოდება. ამ ანგელოზურ სიტყვებს შეუძლიათ გააღვივონ რწმენის ცეცხლი მათ გულში, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. გახდი ანგელოზთა იარაღი, როცა ამ სინათლეს ავრცელებ. არ დაგავიწყდეს, მოიწონო ეს ვიდეო და გამოიწერო არხი, რათა გააგრძელო ამ ზეციური გადაცემების მიღება, რომლებიც არა მხოლოდ შენს დღეს, არამედ მთელ შენს ცხოვრებას გარდაქმნიან. მომდევნო ღვთიურ შეხვედრამდე, დაე ანგელოზებმა განგიცხონ თავიანთი სიყვარულის, დაცვისა და სიუხვის ფრთებში. შენ უსასრულოდ გიყვარს ზეცა, არასოდეს დაივიწყო ეს.